გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. დიდი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში დემოკრატიული პროცესების მხურვალე გულშემატკივარმა მარგუს ცახკნამ ბრძანა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21 პაკეტი მკაცრი იქნება. ანუ რის თქმა უნდა, რომ წინა 20 პაკეტი მსუბუქი და ჰუმანური იყო? და თუ ასეა, რატომ იყო მსუბუქი და ჰუმანური? რას ელოდებოდნენ? 4 წელი რას ელოდებოდნენ ეს ჰუმანურები და მსუბუქები? პირველივე პაკეტი რატომ არ იყო მკაცრი? 21 იქნება მკაცრი. და 51 როგორ იქნება უმკაცრესი და 71 კი ბირთვულ გამანადგურებელი? რეალურ პოლიტიკა შენ გიმღერი ამ ნაღვლიან სიმღერას. 50 მილიონიანი უკრაინა რა დღეში ჩააგდეს და წარმოგიდგენიათ, ჩვენ რა დღეში აღმოუჩნდებოდით ასეთ სიტუაციაში მარგუს ცახკნელების იმედით. ღმერთმა ჯერჯერობით გვაშორდა კიდევ დიდხანს, ანუ მარად გვაშოროს ამათი იმედი და ასეთი მეგობრობა. ჩვენ ვხედავთ ახლა და გვერდიდან ვუყურებთ და გვერდიდანვე ვარჩევთ. რა ხდება უკრაინაში, რა ხდება ღაზას სექტორში, რა ხდება ისრაელში, რა ხდება ირანში. ზეციდან წვიმის გარდა არაფერი გვცვივა. დენი გვაქვს, ბუნებრივი აირი გვაქვს, ინტერნეტი გვაქვს და მიშაც ციხეშია. ალბათ ძალიან დიდი ვადით. ვადის სიდიდე ჯერ არ დაზუსტებულა. რა უნდა ადამიანს მეტი ბედნიერებისთვის? და ადამიანს ბედნიერებისთვის კიდე ბევრი რამ უნდა. უნდა რომ ფასებმა დაიკლოს, რომ პენსიები გაიზარდოს, უნდა რომ ყველა ბავშვი ჯანმრთელი იყოს, რომ მოხუცებს არ ქონდეთ მშიერი შემოდგომა და კურნალობაც მეტნაკლებად ხელმისაწვდომი იყოს. და კვარაცხელიაც რომ უფრო ხშირად იტანდეს გოლებს ჩვენ და გასახარად. მეგობრებო, ამასინათ ერთ ჩვენიან სულსმინე, რომელიც საკმაოდ მწვავედ აკრიტიკებდა ხელისუფლებას და მეც ბევრ რამეში ვეთანხმებოდი. დიახ, გასაკრიტიკებელი ძალიან ბევრია, თუმცა როგორც ერთხელ უკვე ვთქვი, ამ მიმართულებით ლაპარაკი რომ დავიწყო, უკან ბოროტი ნაცები და ნაცთმაგვარები ამომიდგებიან და ამას ჩემი პატარა გული ვერ გადაიტანს. დაველოდები სანამ ნაცების ადგილას მოვა ჯანსაღი და კონსტრუქტიული ოპოზიციური ძალა. თუმცა ასეთი ძალა მოსვლას აყოვნებს და ეს ძალიან ცუდია, მეგობრებო. ცუდი იმიტომაა, რომ ქართულ ოცნებას არ ყავს ღირსეული მოწინააღმდეგე. ისეთი მოწინააღმდეგე, რომელიც ჩემნაირ რიგით ამომრჩეველს, არა ჩასაფრებულს, არა ფანატიკოს, არა ვიგოდნიკს მისცემს საშუალებას, რომ როდესაც არჩევნების ნათელი დღე მოვა, საარჩევნო ყუთთან მისული დააფიქრდეს არჩევანის თაობაზე. დიახ, დააფიქრდეს, აწონ-დაწონოს, პლუსები და მინუსები შეადაროს და მერე შემოხაზოს შემოსახაზი. მაგრამ ასეთი ოპოზიცია არ ჩანს. აბა ის რაც ხმამაღლად ოპოზიციონერობს, ის ყველაფერია ჯანსაღი ძალის გარდა. პარლამენტში გახარიას გუნდის გამოსვლა მოვისმინე, როდესაც ჯანდაცვის მინისტრი სარჯველაძე გამოდიოდა და გამოგიტყდებით, რომ ნაცებზე უფრო ამაზრზენად მომეჩვენენ. როგორ ბედავენ და დაავადებული ბავშვების თემით სპეკულირებენ ეს მართლა გამყიდველ გახარიანელები. დეტალებზე ლაპარაკს არ დავიწყებ. ძალიან სათუთი თემაა, მაგრამ იმ გახარიანელებს გონიათ, რომ მათი ცრუ პათოსი ყველა შემთხვევაში მომგებიანი იქნება. დიახ, ისინი ფიქრობენ, რომ რაც არ უნდა გააკეთოს, ან არ გააკეთოს ამ მიმართულებით სარჯველაძის გუნდმა, ყველა შემთხვევაში ქულები გახარიანელებს ჩაეწერება და ამიტომაც ატეხეს ყაყანი, რათა ბავშვების მშობლების გულები მოიგონ და შედეგი კი მათ სრულიად არ აღელვებთ. გამოგიტყდებით, მეგობრებო, რომ მათ ადგილას ნაცები რომ ყოფილიყვნენ ნაკლებად, ასე ვთქვათ, გაუფიცხდებოდი, რადგან ნაცები იმის ნაცებია, რომ ყველაფრის მკადრებელნი არიან და მათ ყველაფერობას მიჩვეული ვარ. მით უმეტეს, როდესაც 14 წელი წაგების გაუთავებელ რეჟიმში იმყოფებიან და ამიტომაც ჩემი აზრით მათი არასტაბილური ფსიქიკა უფრო დაზიანებული უნდა იყოს. მაგრამ როდესაც ფსკერზე ის ადამიანები აკაკუნებენ თავს ქვემოდან, ვინც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გვერდ გვერდ გვედგნენ, აი ესაა ამაზრზენობის პიკი.
ვუბრუნდები იმ ჩვენიანის გამოსვლას, რომელმაც ბრძანა, რომ ოცნებამ აუცილებლად რიგ გარეშე არჩევნები ახლა უნდა ჩაატაროს და ამით გაიმაგრებს თავის პოზიციებსო. მე ამას არ ვეთანხმები, იმიტომ რომ პოზიციების გამაგრება კი შეიძლება რიგ გარეშე არჩევნების ახლა ჩატარების გზით, მაგრამ აი რატომ უნდა ჩაატაროს რიგ გარეშე არჩევნები? როგორ დაასაბუთებს ამას? ესე იგი რა, წინა არჩევნები ცუდად და არაკორექტულად ჩაატარა? მე მგონი რომ ეს იქნებოდა ზუსტად იმის აღიარება, რომ დიახ, არჩევნების დროს ვიცუღლუტე. ამიტომ ჩემი მოგზალებული აზრით არავითარი რიგ გარეშე არჩევნები არ უნდა ჩაატარდეს და თუ ჩატარდა, მე პირველი ვიკითხავ, რატომ, რა, მართლა გაჟონა? მეგობრებო, რეალური პოლიტიკა უცნაური რამ ყოფილა და ძალიან მაინტერესებს, რაც სულ თავში ვთქვი, მაგნუს ცახკნას რომ მკითხო, ის რაც თქვი, ანუ 4 წლის წინ რატომ არ მიიღეს უმკაცრესი სანქციები? როგორ ფიქრობთ, რას მიპასუხებს? და ისეთ რას მიპასუხებს? არც არაფერს. არ იკადრებს პასუხს, რადგან ის ხომ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრია, იმ დიდი ესტონეთისა, ვინც პამპერს ამოცმული დადის რუსეთის შეტევის მოლოდინში. და მე ვინ ვარ მისთვის? არავინ და არაფერი. ეს იყო განცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.